გამარჯობათ. თუ ღამით 2-ჯერ, 3-ჯერ, ან თუნდაც 4-ჯერ იღვიძებთ ტუალეტში წასასვლელად, შემდეგი 14 წუთის დარჩით ჩემთან. რადგან ის, რასაც ახლა გაჩვენებთ, არ არის ის, რაც ექიმმა გითხრათ და არც ის, რაც ინტერნეტში წაიკითხეთ. 50 წელს გადაცილებული ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ პასუხი მარტივია. უბრალოდ ღამით ნაკლები წყალი დალიეთ. მე გაჩვენებთ თუ რატომ არის ეს რჩევა არა მხოლოდ არასწორი, არამედ შესაძლოა ღამით ტუალეტში წასვლას კიდევ უფრო აუარესებს. მე ვარ ნიკა და წლების განმავლობაში თქვენნაირი პაციენტების გვერდით ვარ. დაღლილები და იმედგაცრუებულები. აი სიმართლე. წყლის დალევის კონკრეტული მეთოდი არსებობს. დრო, რიტმი, მეთოდი, რომელსაც შეუძლია მკვეთრად შეამციროს ღამით ტუალეტში წასვლა. ზოგიერთ შემთხვევაში ღამით 4-ჯერ 0-მდე და ამ ვიდეოში ეტაპობრივად აგიხსნით ზუსტ მეთოდს. მაგრამ ბოლომდე ჩემთან დარჩით, რადგან მე-4 რჩევაზე თითქმის არავინ საუბრობს. და ეს ხშირად არის რეალური მიზეზი, რის გამოც 50 წელს გადაცილებული ადამიანები კვლავ დილის 2 საათი და 30 წუთზე იღვიძებენ, მაშინაც კი როცა ყველაფერი სხვა სცადეს. მოდით საქმეს მივხედოთ. სანამ საქმეს ჩაუღრმავდებით, მოკლედ აგიხსნით, რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით 59 წლის შემდეგ. ღამით შარდვა, რომელსაც მედიცინაში ნიქტურიას უწოდებთ, არ არის მხოლოდ შემაწუხებელი უხერხულობა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც ხანდაზმულები უჩივიან ძილის დარღვევას, დღისით დაღლილობას და ღამის შუაში დაცემასაც კი. სამწუხაროდ, ჩემს პრაქტიკაში ძალიან ხშირად ვხედავ ბარძაყის მოტეხილობას, რომელიც გამოწვეულია სიბნელეში ტუალეტში წაბორძიგებით, ასე რომ საქმე მხოლოდ კომფორტს არ ეხება. საქმე ეხება თქვენს უსაფრთხოებას, თქვენს ენერგიას, თქვენს დამოუკიდებლობას და სიმართლე გითხრათ, თქვენი ცხოვრების ხარისხს. კარგი ამბავი ის არის, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს გამოსწორებადია. არა მედიკამენტებით, არა ძვირადღირებული დანამატებით, არამედ ისეთი მარტივი და უფასო რამით, როგორიცაა როგორ და როდის სვამთ წყალს. მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ ხდება ეს პირველ რიგში. რადგან მიზეზის გაგება არის ის, რაც გადაწყვეტას რეალურად აჩერებს. სანამ 50 წლის შემდეგ ამის გამომწვევ მიზეზებს განვიხილავთ, მინდა ეს არხი გაგაცნოთ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე, სადაც ჩვენ გაგიზიარებთ მარტივ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ჯანმრთელობის რჩევებს, რათა დავეხმაროთ 55 წელს გადაცილებულ ზრდასრულებს უფრო ჯანმრთელად და დიდხანს იცხოვრონ. სანამ დავიწყებდეთ, მინდა ორი რამ ვიცოდე. ქვემოთ მოცემულ კომენტარებში მითხარით თქვენი ასაკი და საიდან უყურებთ. მე რაც შეიძლება მეტ კომენტარს ვკითხულობ, რადგან ეს მეხმარება გავიგო, ვის ვეხმარები და რა დახმარების თემებია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. და თუ ჯერ არ გამოგიწერიათ, დააჭირეთ გამოწერის ღილაკს ახლავე, რათა არასოდეს გამოტოვოთ ჩვენი ყოველკვირეული ჯანმრთელობის განახლებები. ახლა კი დავიწყოთ. აი, რაზე არ ფიქრობს ადამიანების უმეტესობა. ასაკის მატებასთან ერთად ჩვენი სხეული 3 კონკრეტული გზით იცვლება, რაც გავლენას ახდენს ღამის შარდვაზე. და როგორც კი ამ 3 რამეს გაიგებთ, გამოსავალი, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, სრულიად გასაგები იქნება. პირველ რიგში თქვენი შარდის ბუშტის მოცულობა იცვლება. შარდის ბუშტი კუნთია და სხეულის ყველა სხვა კუნთის მსგავსად, მას შეუძლია დროთა განმავლობაში დაკარგოს ელასტიურობის ნაწილი. ეს ნიშნავს, რომ ის ნაკლებს იტაკლებს იტევს ვიდრე ადრე. ამგვარად ის უფრო ადრე გიგზავნით სიგნალს, ზოგჯერ მაშინაც კი, როცა ნამდვილად დანაკრებული ახართ. მეორეც, თქვენი ორგანიზმის სითხის რიტმი იცვლება. როდესაც ახალგაზრდები იყავით, თქვენი სხეული ძალიან კარგად ინარჩუნებდა სითხეს დღის განმავლობაში და გამოყოფდა მეც სიფხიზლის დროს. ასაკის მატებასთან ერთად ეს რიტმი შეიძლება შეიცვალოს. ღამით მეტი სითხე გამოიყოფა დრის ნაცვლად. ამას ღამის პოლიურია ეწოდება და ის ღამით ტუალეტში სიარულის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და გამოსწორებადი მიზეზია. მესამე, დღის ჩვევები ღამით გეუფლებათ. დილით ყავა, შუადღისას ჩაი, ვახშამთან ერთად ღვინის ჭიქა, სადილზე მარილიანი საკვები. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ამუშავებს თქვენი თირკმელების სითხეს რამდენიმე საათის შემდეგ. ხშირად ზუსტად იმ დროს, როდესაც დაძინებას ცდილობთ. ახლა კი აი მნიშვნელოვანი ნაწილი. ადამიანების უმეტესობა ცდილობს ამის გამოსწორებას საღამოს უბრალოდ წყლის შემცირებით. და მესმის ლოგიკა. ნაკლები წყალი, ნაკლები სითხის მირება, არა? თუმცა ორგანიზმი სინამდვილეში ასე არ მუშაობს. და სწორედ აქ უშვებს შეცდომას 50 წელს გადაცილებული ადამიანების უმეტესობა. მოდით ახლავე დავამსხვრიოთ ეს მითი, რადგან ეს ყველაზე გავრცელებული შეცდომაა, რასაც ვხედავ. შეცდომა ნომერ 1. საღამოს წყლის მირების მკვეთრი შემცირება. როდესაც ძალიან ცოტა წყალს სვამთ, თქვენი შარდი უფრო კონცენტრირებული ხდება. კონცენტრირებული შარდი სინამდვილეში უფრო მეტად აღიზიანებს შარდის ბუშტის ლორწოვან გარს და არა ნაკლებს.
ამ გაღიზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს შეგრძნება, რომ გჭირდებათ წყლის დალევა, მაშინაც კი, როდესაც თქვენი შარდის ბუშტი არ არის სავსე. ამიტომ წყლის ძალიან აგრესიულმა შემცირებამ შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიოს და გაგრძნობინოთ, რომ უფრო ხშირად გჭირდებათ წყლის დალევა და არა ნაკლები. შეცდომა ნომერ 2. მთელი დღის განმავლობაში წყლის გამოტოვება, შემდეგ კი საღამოს წყლის შევსება. ეს წარმოუდგენლად ხშირია ხანდაზმულებში, რომლებიც დაკავებულები არიან. დღის განმავლობაში ავიწყდებათ და დალევა და შემდეგ საღამოს 6 საათზე ხვდებიან, რომ თითქმის არაფერი დალია. ამიტომ ცდილობენ ამის კომპენსირებას დიდი ჭიქა წყლით ძილის წინ. ეს თითქმის გარანტირებულია, რომ შუაღამისას გაგაღვიძებთ. შეცდომა ნომერ 3. ფარული სითხეების და ფარული ნატრიუმის გათვალისწინება. სუპი, ხილი, ნაყინი, ის უდანაშაულო სოუსი მაკარონზე. ნატრიუმი წყალს სისხლში იზიდავს და საბოლოოდ თქვენს თირკმელებს ეს სითხე უნდა გადაამუშაონ. თუ ვახშამზე დიდი მარილიანი კერძი მიირთვით, გამოიცანით, როდის გადაამუშავებთ მას თქვენი სხეული. ზუსტად ღამის შუაგულში. მეოთხე შეცდომა, და ეს არის მთავარი. დრო უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რაოდენობა. ადამიანების უმეტესობა ვაფოთრობს იმაზე, თუ რამდენ წყალს სვამს. თითქმის არავინ ფიქრობს იმაზე, თუ როდის. და ეს ერთი ცვლილება, რამდენზე ფიქრიდან როდის ფიქრზე გადასვლა, ყველაფრის საფუძველია, რასაც ახლა გასწავლით. ახლა, როდესაც იცით, რა არ უნდა გააკეთოთ, მოდით ვისაუბროთ ზუსტად იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოთ. ეს 5 მარტივ წესად არის დაყოფილი. მინდა რომ ეს წესები კარგად აითვისოთ, რადგან ერთად ისინი ქმნიან სრულ ყოველდღიურ რიტმს და არა მხოლოდ შემთხვევით რჩევებს აქა-იქ. წესი პირველი. წინასწარ დააკმაყოფილეთ თქვენი ჰიდრატაცია. ეცადეთ დალიოთ თქვენი ყოველდღიური წყლის უმეტესი ნაწილი დაახლოებით 70-დან 80%-მდე, გაღვიძების მომენტიდან დაახლოებით საღამოს 4-დან 5 საათამდე. რატომ არის ეს ფანჯარა? იმიტომ რომ თქვენს ორგანიზმს რამდენიმე საათი სჭირდება სითხის გადასამუშავებლად და მის სისტემაში გადასაადგილებლად ძილის წინ. თუ შუადრისთვის კარგად ხართ დატენიანებული, თქვენი ორგანიზმი საღამოს სითხის ასანაზღაურებლად არ იჩქარებს და არ ინარჩუნებს ზედმეტ სითხეს, რომელიც დაწოლისთანავე გამოიყოფა. ამის გაკეთების მარტივი გზაა სამზარეულოს მაგიდაზე წყლის ბოთლი ან ჭიქა და ისევ სადილის დროს და ისევ შუადრის დროს დილის ყავით შეავსოთ. ვახშმის დროისთვის უკვე უნდა იგრძნოთ, რომ წყურვილი გაქვთ და მეტის დალევას არ უნდა ჩქარობდეთ. წესი მეორე. 2 საათიანი ფანჯარა. დაძინებამდე დაახლოებით 2 საათით ადრე დაიწყეთ სითხის მიღების თანდათანობით შემცირება. ეს არ ნიშნავს სითხის მიღების სრულ შეწყვეტას. რამდენიმე პატარა კლუპით საკმარისია, განსაკუთრებით თუ წყურვილი გაწუხებთ ან საღამოს მედიკამენტებს იღებთ. თუმცა ეს არ არის წყლის, ჩაის ან სუპის სრული ჭიქის დალევის დრო. წარმოიდგინეთ ეს როგორც ონკანის ნაზად დახურვა და არა უეცარი გამორთვა. თქვენი ორგანიზმი გაცილებით უკეთ რეაგირებს თანდათანობით ცვლილებებზე, ვიდრე მკვეთრ ცვლილებებზე. წესი მესამე. ყურადღება მიაქციეთ ფარულ შარდმდენებს. კოფეინიც და ალკოჰოლიც შარდმდენია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ორგანიზმიდან უფრო მეტ სითხეს გამოდევნიან, ვიდრე შეხავთ. ეს ეფექტი შეიძლება საათობით გაგრძელდეს. შუადღის ჩაის ან ყავის ფინჯანმა შეიძლება თირკმელებზე გავლენა მოახდინოს საღამომდე. ვახშამთან ერთად ღვინის დალევა, რაც არ უნდა დამამშვიდებელი იყოს, დილის 2 საათზე ტუალეტში შესვლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ყველაზე ხშირად უგულებელყოფილი მიზეზია. ჩემი რჩევაა, ეცადეთ ბოლო კოფეინიანი სასმელი არ აუგვიანეს შუადღის დასაწყისში დალიოთ. თუ საღამოს სასმელი გიყვართ, განიხილეთ მისი დღის დასაწყისში გადადება ან კვირაში რამდენიმე ღამით შეზღუდვა, რათა ნახოთ, როგორ რეაგირებს თქვენი სხეული. წესი მეოთხე, რომელზეც თითქმის არავინ საუბრობს, ნატრიუმის მიღების დრო. გახსოვთ, როცა ვთქვი, რომ ბოლომდე დარჩით, აი ისიც. ადამიანების უმეტესობა წყალსა და კოფეინზე ფიქრობს, მაგრამ თითქმის არავინ ფიქრობს ნატრიუმის მიღების დროზე. როდესაც მარილიან კერძს მიირთმევთ, თქვენს ორგანიზმს დამატებითი წყალი სჭირდება სისხლში ნატრიუმის ბალანსირებისთვის. და ხშირად ის ან წყალს თქვენი ორგანიზმიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ზუსტად მაშინ გამოდევნის, როცა გძინოთ. აი მარტივი გამოსავალი. ეცადეთ თქვენი ვახშამი მარილის მხრივ დღის ყველაზე მსუბუქი კერძი გახადოთ. მარილიანი საკვები სადილისთვის შეინახეთ, როდესაც თქვენს ორგანიზმს საათობით აქვს დღის სინათლე და აქტივობა მის გადასამუშავებლად. მსუბუქი, ნატრიუმის დაბალი შემცველობის ვახშამი ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ინსტრუმენტია ღამით ტუალეტში სიარულის შესამცირებლად. და ამას თითქმის არავის ეუბნებიან. წესი მეხუთე. ძილის წინ ბოლო ნაბიჯით აწიეთ და დაცალეთ შარდის ბუშტი.
ორი პატარა ჩვევა დიდ განსხვავებას ქმნის ძილის წინ. პირველი დაძინებამდე 1 ან 2 საათით ადრე თუ ტერფებში ან ფეხებში შეშუპება გაქვთ. სცადეთ 15-დან 20 წუთამდე განმავლობაში აწეული ფეხებით ჯდომა. ეს ეხმარება თქვენს ორგანიზმს ამ სითხის ხელახლა შეწოვასა და გადამუშავებაში დაწოლამდე, ძილის დროს მისი გადამუშავების ნაცვლად, რაც ღამით შარდვის ერთ-ერთი მთავარი ფარული მიზეზია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სისხლის მიმოქცევის პრობლემები აქვს. მეორე, და ეს თითქმის ძალიან მარტივად ჟღერს. ყოველთვის სრულად დაცალეთ შარდის ბუშტი დაწოლამდე და არ იჩქაროთ. აჩქარებამ შეიძლება შარდის ბუშტი არასრულად დაცარიელოს, რაც ამცირებს იმ დროს, სანამ ისევ ტუალეტში გასვლის სურვილს იგრძნობთ. თუ აქამდე მიხვედით, სერიოზულად უყურებთ თქვენი ჯანმრთელობის დაცვას. ადამიანების უმეტესობა უყურებს ასეთ ვიდეოებს, მაგრამ ივიწყებს გამოწერას და გამოტოვებს მომავალში ჯანმრთელობის რჩევებს, რამაც შეიძლება რეალური ცვლილება შეიტანოს. თუ ეს თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდა, დაუთმეთ 1 წამი გამოწერას. ეს უფასოა და გეხმარებათ ინფორმირებული იყოთ. ახლა კი შევაჯამოთ. მოდით გაჩვენოთ, როგორ გამოიყურება ეს სინამდვილეში რეალურ დღეს, რათა წარმოიდგინოთ საკუთარი თავი ამის კეთებისას. დილა. დაიწყეთ დღე ყავის დალევამდე 1 ჭიქაც-კლით. ეს თქვენი საფუძველია. ადამიანების უმეტესობას მხოლოდ ღამის ძილის გამო აქვს მსუბუქი დეჰიდრატაცია და აქედან დაწყება მთელი დღის ტონს განსაზღვრავს. დილის შუა რიცხვებიდან შუა დღემდე. ეს თქვენი მთავარი ჰიდრატაციის ფანჯარაა. რეგულარულად მიირთვით. წყალი, მცენარეული ჩაი, რაც გიყვართ, შეეცადეთ, რომ დღის განმავლობაში სითხის უმეტესი ნაწილი შუა დღის შუა რიცხვებისთვის დაასრულოთ. სადილი. თუ უფრო მარილიან კერძს აპირებთ, ეს არის შესაფერისი დრო და არა ვახშამი. გვიან შუა დღეს თქვენი ბოლო კოფეინიანი სასმელი თუ გაქვთ. ვახშამი, ნაკლები ნატრიუმი. ცოტა ნაკლები წვნიანი, ცოტა ნაკლები სოუსი, ცოტაოდენი ლიმონის ან ახალი მწვანილის წვენი, არომატისთვის დამატებითი მარილის ნაცვლად. დაძინებამდე 2 საათით ადრე დაიწყეთ სითხის თანდათანობით შემცირება, მცირე ყლუპებით მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაძინებამდე ასწიეთ ფეხები თუ შეშუპება გაქვთ. შემდეგ დაწოლამდე შარდის ბრდის ბუშტი სრულად დაცალეთ. საქმე სრულყოფილებაში არ არის, საქმე რიტმშია. ამ 5 წესიდან 3 ან 4-ის თანმიმდევრულად დაცვასაც კი შეუძლია რეალური ცვლილება მოახდინოს სულ რაღაც 1-2 კვირაში. და მინდა გუწვფელად გითხრათ, ზოგიერთი ადამიანისთვის ღამით შარდვა მხოლოდ წყლის მოხმარების ჩვევებს არ ეხება. ის შეიძლება სხვა ფაქტორებთანაც იყოს დაკავშირებული. გარკვეულ მედიკამენტებს, სისხლში შაქრის დონეს, მამაკაცებში პროსტატის ცვლილებებს ან ქალებში მენჯის ფსკერის ცვლილებებს. თუ რამდენიმე კვირის განმავლობაში ცდილობდით წყლის მოხმარების ჩვევების შეცვლას და მაინც რამდენჯერმე იღვიძებთ ღამით, ღირს ექიმთან საუბარი. არა იმიტომ, რომ რაღაც აუცილებლად არასწორია, არამედ იმიტომ, რომ თქვენს კონკრეტულ თავსატეხს შეიძლება დამატებითი ნაწილი ჰქონდეს და თქვენ იმსახურებთ რეალურ პასუხებს და არა ვარაუდებს. მოდით ყველაფერი ერთად გავაერთიანოთ, რადგან მინდა, რომ ამ ვიდეოს შემდეგ რეალურად შეძლოთ დღეს ნასწავლის გამოყენება. აქ კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ თქვენს 5 წესს. პირველი, წყლის მიღება ადრე. მეორე, ძილის წინ 2 საათით ადრე თანდათანობით შეამცირეთ. მესამე, დააკვირდით კოფეინის და ალკოჰოლის მიღების დროს. მეოთხე, ნატრიუმის მიღება სადილზე გადაიტანეთ. მეხუთე, ფეხები ასწიეთ და შარდის ბუშტი დაცალეთ. ვიცი, რას ნიშნავს დაძინების შიში, რადგან იცი, რომ რამდენიმე საათში ისევ გაიღვიძებ. ვიცი, რამდენად დამღლელი ხდება ეს ციკლი, არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ გონებრივად. თქვენ იმსახურებთ სრულ ღამეს ნამდვილად, შეუფერხებლად დასვენებას. არა საბოლოოდ, ამაღამ დაწყებული. წარმოიდგინეთ, რომ იღვიძებთ და ნამდვილად გამოცოცხლებული გრძნობით, ყოველ რამდენიმე საათში შეწყვეტის გარეშე. ეს არის ამ მეთოდის მიზანი. ასე რომ, ჩემი გამოწვევა თქვენთვის. სცადეთ ეს მეთოდი მხოლოდ 7 დღის განმავლობაში. არა იდეალურად, უბრალოდ მუდმივად. და მე ნამდვილად მიყვარს იმის ცოდნა, თუ როგორ მიდის ეს. დაბრუნდით და კომენტარებში მითხარით, რამდენჯერ იყავით გაღვიძებული ყოველ ღამე, სანამ დაიწყებდით და როგორ იცვლება ეს რიცხვი კვირის ბოლოს. მე ყველა წავიკითხე და მინდა ეს გამარჯვება თქვენთან ერთად აღვნიშნო. თუ ეს ვიდეო დაგეხმარათ, გთხოვთ დააჭიროთ მოწონებას და გამოიწეროთ არხი. მადლობა.